დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. სანამ დავიწყებთ გარდამოხსნის, მაცხოვრის, ჯვრიდან გარდამოხსნის მსახურებას, მცირეოდენი ვისაუბროთ გულის მდგომარეობის შესახებ, რაც გვევალება ზოგადად, რომ რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ის სიყვარული, რომელიც ღმერთმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოავლინა ჩვენს მიმართ, მოკლედ მიმღები გახდეს ჩვენი გული ამის. ადამიანს იმდენად გაუხეშებული აქვს საკუთარი გული და იმდენად გულის თქმებითა და აზრებით გამოტენილი არის ადამიანის გონება და ადამიანის გული, რომ მას გულწრფელობისთვის, უანგარობისთვის არ რჩება ადგილი. ამიტომაც ადამიანის ასეთი გულს არ სჯერავს ნამდვილი სიყვარულისა, რომ თურმე შეიძლება ის, რაც მაცხოვარმა გააკეთა, ეს გააკეთა შენთვის. იმიტომ რომ შენ რომ ვინმე მოგთხოვოს იგივე რომ იგივე გააკეთო, შენ ამის გამკეთებელი არ ხარ და ვერ შეძლებ. შენ იმიტომ რომ მცირეოდენი წუხილი სატანაც კი არ შეგიძლია სხვა ადამიანისათვის. იმდენად ეგოიზმით არის ადამიანის გული სავსე. ანუ მე სხვისთვის ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. ანუ შეიქმნა საკუთარ თავში წუხილი, რომ ვიღაც ადამიანს ამის გამო სიხარული გააჩნდეს. ამიტომაც დღეს ჩვენ მაცხოვრის ჯვარცმას უყურებთ, შევხედავთ და მასში სიყვარულს ვერ ვხედავთ. მასში ვხედავთ სისასტიკეს, მასში ვხედავთ ის გვეცოდება, რაღაცა შეიძლება თანაგრძნობით ავართ მის მიმართ განწყობილი, მაგრამ ვერ ვხედავთ მთავარს. რატომ ღმერთო, რატომ გააკეთე ეს? და იქიდან ჯვრიდან ხმა გვესმის ერთი და მნიშვნელოვანი, რომ იმიტომ რომ მე შენ მიყვარ ხარ. არა ის ადამიანები, ვინც უბრალოდ იქ იყვნენ, არა მარტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც იქ იდგა, არა მხოლოდ მოციქულები, არამედ დღეს 21 საუკუნეში გვეუნება ყველა ჩვენთაგანს. ანუ მე მეუნება პირადად, რომ უღირსო მღვდელო გიორგი, იმიტომ გავაკეთე მე ეს ყველაფერი, რომ მე შენ მიყვარ ხარ და მე მინდა რომ ამ სიყვარულს უპასუხო რაღაცით. და მე ვეუნები უფალო, რითი უპასუხო მაგ სიყვარულს და კი ბატონო, ვიწყებ ადამიანი თითქოს რელიგიურ ცხოვრებას, ვიწყებ რელიგიურ ცხოვრებას, მაგრამ მაინც არ ხდება ადამიანის გულის გამზადება, არ მჯერა ამ სიყვარულისა, არ მინდა ასეთი სიყვარული, იმიტომ რომ ასეთი სიყვარული ძალიან საპასუხისგებლოა, ასეთი სიყვარული ძალიან ბევრ რაღაცას მავალდებულებს და მირჩევნია საერთოდ არ ვიცნობდე ასეთ ქრისტეს, მირჩევნია ვიცნობდე ისეთ ქრისტეს, რომელმაც პური აკურთხა და ვიღაცას დაურიგა და ხალხი გააძღო, მირჩევნია ვიცნობდე ისეთ ქრისტეს, რომელმაც შვილი აღუდგინა ვიღაცას, შეიძლება მინდა ვიცნობდე ისეთ ქრისტეს უბრალოდ, რომელმაც სასწაულებრივად წყალზე გაიარავა, რა მაგარია ეს რაღაცა მოვლენა. ვიღაცები უფრო მეტად გონიერი ადამიანებს ურჩევნიათ იცნობდნენ ქრისტეს, რომელიც საყდარზე ზის, მამის წიაღში არის, ღვთის მარჯვნივ დგას, რომელიც თითქოს მიუღწეველი ადამიანი. ანუ ორ რაღაცის შუა, ისე იგი ვიხლართები ჩვენ, ერთი ღმერთი, რომელიც გალაქტიკების შემოქმედია და მარჯვენით ღვთის აზის და მიუწვდომელია საკუთარი ბუნებით, ან თუ ადამიანს უნდა მასთან შეხება ქონდეს, აუბრალოვებს ქრისტეს ისე, რომ ანუ ესეთი ქრისტეს ცოდნა და ასეთ ქრისტესთან ურთიერთობა მისთვის უფრო ადვილია, მაგრამ ურთიერთობა პიროვნებას, ანუ ღმერთს პიროვნებას, რომელმაც აი ის, რაც გუშინ ჩვენ წავიკითხე და რამსახურება ჩვენ მოვისმინეთ, ეს რომ კონკრეტულად შენთვის გააკეთა, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარ ხარ, აი ეს არის ძნელი გადასატანი. იმიტომ რომ თუ მე შენ ესე გიყვარ ვარ, ანუ გამოდის მეც ესე უნდა მიყვარდე და შენი გულისათვის უნდა მე შევძლო ბევრი რაღაცაზე პირადზე უარი ვთქვა და ამის თანამდებია ის, რომ ანუ მეც ეგრე უნდა მიყვარდეს სხვა ადამიანები, მოიცა ეგრე უნდა მიყვარდეს ჩემი ცოლი, ეგრე უნდა მიყვარდეს ჩემი ქმარი, ეგრე უნდა მიყვარდეს ჩემი შვილები.
ეგრე უნდა მიყვარდეს ჩემი ნათესავები, მეგობრები და მეზობელი, რომელმაც ყოველ დღე ისე იგი ნერვებს მიშლის. ანუ გამოდის, რომ ესე უნდა მიყვარდეს და ამის გამო მოვედით ჩვენ აქ. იმის გამო მოვედით ჩვენ აქ, რომ ქრისტეს დაარი სიყვარული ვისწავლოთ ჩვენ და ამ გულით შევიყვაროთ მცნება, ანუ ამ გულით აღვასრულოთ მცნება, რომელიც ქრისტემ გითხარ, რომ თავარი მცნება არის შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა, ძალითა და გონებითა შენითა და მოყვასი შენი ვითარცა საკუთარი თავი. აი ამ სიყვარულის მიღება არ უნდა ადამიანს, არ უნდა არ ძალოც, არ უნდა ურჩევნია მას ღმერთი ყავდეს, რომელიც სჯის, ურჩევნია ღმერთი ყავდეს, რომელიც რაღაცას რო დავაშავებ, გამკიცხავს, დამსჯის, მაგრამ ღმერთი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა გავაკეთო, მას მაინც უყვარვარ და ჯვრიდან მესმის ხმა, რომ მიუტევე მას უფალო, იმიტომ რომ არ იცის რასა იგს, აი ესეთი სიყვარულზე პასუხი არ შეუძლია დღევანდელ ადამიანს და აი ეს არის ყველაზე დიდი კრიზისი და პრობლემა ადამიანის გულისა. ამიტომ ბრძანებს წმინდა წერილი გამრავლებით აუსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთავ, ანუ გამხმარი სიყვარული, ანუ გული გამხმარი, რომელსაც აი ამ სიყვარულზე პასუხის უნარი არ აქვს, ამ უანგარო სიყვარულზე პასუხის უნარი არ აქვს, აი ეს არის ადამიანების დღევანდელი მდგომარეობა. ამიტომ თუ ესე გაგრძელდა და ადამიანის ქრისტიანებმაც კი, ვინც ამ სიყვარულის, მსგავსი სიყვარულის დასაფასებლად ღვთის მიმართ ჩვენ და მომარდა, მერე ამ სიყვარულის სწავლაზე ჩვენ უარს ვეტყვით ქრისტეს, მაშინ აი ეს იქნება ყველაზე დიდი ნიშანი, როდესაც აღსასრული მოიწევა ამ წუთისოფლისა, იმიტომ რომ ეს წუთისოფელი აღარ იქნება ვარგისიანი იმისთვის, რომ ვინმე ცხონებისთვის შეცვალოს და ვინმეს ასეთი სიყვარული ასწავლოს. და თუ კი შენი სიცოცხლე და ცხოვრებაში შენ ამნაირი სიყვარულის სწავლას არ აპირებ, მაშინ გამოდის, რომ ღვთის წინაშე შენი სიცოცხლე და შენი ცხოვრება არის ფუჭი, არის არაცსარგებელი. და ამას ქრისტე უყურებს, როგორც იერუსალიმში შედის, იერუსალიმზე ტიროდაო. ტიროდა, იმიტომ რომ რამდენჯერ მინდოდა თქვენი ერთად შეკრება აი ამ სიყვარულში, მაგრამ არასოდეს მომეცით ამის საშუალება, რომ ამ სიყვარულში შემეკრიბეთ და იერუსალიმი, როგორც მამები გადმოსცემენ, არის არა მხოლოდ ადგილი, რომელიც ქალაქი, არამედ იერუსალიმი არის პირველ რიგში ადამიანის სული, ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. ამიტომ ამ სიყვარულს ვერ პასუხობს ადამიანი და ამ სიყვარულს მოკლებული არის დღევანდელი ადამიანი და ჩვენი შეკრება დღეს აი ამ ვნების კვირაში ზუსტად ეს არის, რომ ღმერთს უთხრათ, უფალო, ცოტათი მაინც მზად ვარ, შემიძლია აი ამ მარხვა მაგალითად, აი ამ მარხვის პერიოდმა, აი ამ მსახურებებმა დიდი ხუთშაბათისა, აი ამ დიდი პარასკევისა რაღაცნაირად მაგძნობინა ეს სიყვარული და ცოტათი მზად ვარ რაღაცა შევცვალო და უფრო მეტად მიყვარდეს. მეტი უანგარობა იყოს ჩემში, მეტი გულმოწყალება იყოს ჩემში, მეტი სიყვარული იყოს ჩემში, მეტი პატიების უნარი იყოს ჩემში, მეტი მოთმინების უნარი იყოს ჩემში. აი ამისთვის ვიკრიბებით ჩვენ, აი ამ მსახურებებზე და თუ ჩვენ ამისთვის არ ვიკრიბებით ამ მსახურებებზე, მაშინ აი ახლა მცირეოდენს გეტყვით ზუსტად რა მდგომარეობაში აღმოჩნდები და რა მდგომარეობაში ვართ წლების განმავლობაში. ხშირად ადამიანები აი ესე თითქოს ეკლესიაში მცხოვრებები მართლა ცხოვრობენ, აი ებრძვიან ვნებებს, ებრძვიან ცოდებს, მით უმეტეს იციან ხოლმე აი მარხვაში ამას არ გავაკეთებ, იმას არ გავაკეთებ, რაღაცა მოკლედ ცდილობენ რომ რაღაცა გააკეთონ ადამიანებმა და რაიმე ვნება, რაიმე ბოროტება, მოდი ესე დავარქვათ, ბოროტება განაგდონ საკუთარი გულიდან და საკუთარი არსებიდან. და ისინი ცდილობენ, რომ აკონტროლონ საკუთარი მოკლედ სურვილები, ანუ გაექცნენ არასწორ ქმედებებს, ესე იგი რაღაცა გარკვეული დისციპლინარულებიც გახდებიან ხოლმე ადამიანები ესე რაღაცა აი მარხვის განმავლობაში მით უმეტეს რაღაცა დისციპლინას ჩამოიყალიბებენ ხოლმე და რაღაც ესე იგი მოღვაწეობას აიღებენ და გარეგნულად რო შეხედავ, აი დაუკვირდით ამას, გარეგნულად ასეთ ადამიანებს რო ვუყურებ ხოლმე და შევხედავ, თითქოს ყველაფერი კარგად არის. ვა, რა
მაგარია რა. ნახე ადამიანი როგორი დისციპლინირებულია, შინაგან რაღაცა თითქოს ამას არაკეთებს, იმას არაკეთებს, ვიღაცა რამეს რო იტყვის, გაჩუმდება, ვითომ ანუ გარეგნულად დისციპლინირებულია ადამიანი, მაგრამ ნახეთ რა პრობლემაა. ყველაზე დიდი პრობლემა რა არის აქ? შინაგანად ცარიელი ადამიანი. შინაგანად ცარიელი ადამიანი ზუსტად აი ამ სიყვარულისგან, რაზეც ახლა ვილაპარაკეთ და აი ნახეთ რა არის. თავარი და მნიშვნელოვანი ქრისტიანის ცხოვრებაში რა არის. რომ ცოდვასთან ბრძოლა კარგია და აუცილებელია. ვნებებთან ბრძოლა კარგია და აუცილებელია, მაგრამ აქ არის ყველაზე მთავარი, რომ აი ეს ჩვენი ვნებებთან და ცოდვასთან ბრძოლა არ არის ჩვენი თვითმიზანი. გაგიკვირდებათ, მაგრამ გეტყვით ერთ რამეს, ჩვენი თვითმიზანი არის ის, რომ ცოდვასგან, როდესაც განთავისუფლდები ადამიანი, ამ განთავისუფლებულ ადგილას ღვთის მადლი მოვიდეს. ანუ წეღარაზეც ვილაპარაკე, იმ სიყვარულით აივსო შენი შინაგანი. იმიტომ რომ ჩვენ სახარებაში გაიხსენეთ რა ვითარება გვაქვს, როდესაც ბოროტის სული გადის ადამიანისაგან და მერე მობრუნდება და მას ცარიელს იპოვის. ნახეთ, ამას დააკვირდით, ცარიელს იპოვის მასზე 7 უბოროტესი სული მოყავსო და როდესაც იმ ცარიელ სულში, ანუ ცარიელ ადამიანში ჩასახლდებიანო, მისთვისო უკანასკნელი, ანუ რაც მერე დაემართებაო, ანუ უძვირესი, ანუ უფრო საშინელი იქნება იმის, ისე იგი საპირწონეთ, რაც მას მანამდე ჭირდა, სანამ ის ამ ბოროტისაგან განთავისუფლდებოდა. ამიტომ რა არის მნიშვნელოვანი? ჩვენ რომ ეკლესიაში მოვდივართ, იმისთვის კი არ მოვდივართ უბრალოდ, რომ ჩვენ ცოდვას და ვნებას ვებრძოლოთ. ჩვენი თვითმიზანი არ არის ეს. ჩვენი თვითმიზანია, რომ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ საღვთო სიყვარული დამკვიდრდეს ჩემს გულში. და თუ კი შენ უბრალოდ თელი შენი ცხოვრების მანძილზე ამიტომ არის სულ მოღუშულები არიან ქრისტიანები, სულ რაღაცა დამწუხრებულები ვართ, სულ რაღაცა აი სიხარული არ გაგვაჩნია და რა სიხარული უნდა გაგაჩნდეს? შენი სიხარული და ჩვენი სიხარული რა არის, იცით? ამ წუთის სოფელში თუ რამე კარგი ხდება და ღმერთთანაც ხო ამიტომ მოვდივართ ღმერთთან, იმიტომ რომ ღმერთო შვილები კარგად იყვნენ ისინი, ანუ ამ წუთის სოფელში რომ ჩემი პირადი ცხოვრებაც კარგად იყოს და გარშემოც კარგად იყოს ყველაფერი, იმიტომ რომ მე დამოკიდებული ვარ იმაზე, ჩემი შვილი როგორ იქნება, ჩემი შვილი წარმატებული იქნება თუ არ იქნება, დედა ამ ხასიათზე იქნება თუ იმ ხასიათზე, მშობელი ესე იქნება, ანუ ყველანაირად ამ წუთის სოფელზე ვარ მიჯაჭვული, იმიტომ რომ ეს წუთის სოფელი თავისთავად ცვალებადია და ჩემს მიმართ თუ კი ეს წუთის სოფელი იცვლება, ჩემი ხასიათიც, ჩემი მთელი შინაგანი ვითომ არსებული სიმშვიდეც აეგრევე იმსხვრევა თავიდან ბოლომდე. რატომ? იმიტომ რომ სიცარიელით არის სავსე ადამიანის გული. ახსენდება ბევრჯერ მithქვამს ბატონი ვანო ჩხიკვაძის ლექსი არის ერთი საოცარი, რომ სიცარიელით სავსე დარბაში ღმერთო სიჩუმე როგორ ხმაურობს. ანუ აი ამ სიცარიელეში ვართ ადამიანები და აი ამ სიცარიელე ხმაურობს ამ წუთის სოფლისეული, როდესაც ადამიანის გული სიყვარულით არ არის სავსე. აი ჩვენ ვიმარხულეთ 40 დღის განმავლობაში. ვიღაცამ რაღაცა არ ვიცი, შეიძლება ბოროტ ჩვევებისგან, ვიღაცამ რაღაცას მოკლედ, ვიღაცამ არ ვიცი, წყალზე და პურზე არის რაღაცა, მოკლედ რაღაცა გარკვეული ღვაწლი აიღო და ვეკითხები ასეთ ადამიანს, ეს რომ გააკეთე, რისთვის გააკეთე, რომ თუ შენი თვითმიზანი იყო მხოლოდ ამის კეთება, მაშინ შენ ამცდარი ხარ მართლმადიდებლურ სწავლებას, იმიტომ რომ ეს კი არ არის შენი თვითმიზანი, ამიტომ არამედ შენი თვითმიზანია, რომ საღვთო სიყვარული და მადლი დამკვიდრდეს შენს გულში. ამიტომაც ხშირად არის ხოლმე ასეთი რაღაცა. სიცარიელე რჩება სიცარიელედ. დამთავრდება მარხვა და ამ სიცარიელეს ისევ ავავსებთ რითი. დამთავრდება დღეს კი გამოცარიელდი ადამიანი. მაგრამ რის ფასად გამოცარიელდი? დაძაბული ხარ. ისე იგი სიხარული არა გაქვს. სულ რაღაცა გაღიზიანებული ხარ, რატო? იმიტომ რომ რაღაცეები რომ მოიკელი, იმიტომ გაღიზიანებული ხარ ადამიანი და ამიტომ იმის ნაცვლად რაც უნდა მოვიდეს სიყვარული, სიხარული, სიმშვიდე,
ანუ გულმოწყალებამ რამაც უნდა აავსო შენი გული რომ ბედნიერება და სიხარული იგრძნო ეს არა გაქვს ადამიანს და სვავ კითხვას როდესაც დამთავრდება მარხვა შენი სიცარიელე რითი აივსება ისევ იმით რაზეც წეღან ვილაპარაკე და შეიძლება იმაზე უფრო უარესით, იმიტომ რომ მე მინახავს ადამიანები, რომლებიც იმარხულებენ და მარხვა დამთავრდება თუ არა, იმაზე უფრო უარეს საკეთებენ და რატო ეს ლოგიკურია. განკითხვით კი არ ვიძახი. ხშირად იძახიან ადამიანები ეს ლოგიკურია, სხვანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ ადამიანის გულის სიცარიელეს ვერ იტევს ის ან ღმერთით არის სავსე, ან თავისთავად მისი მოწინააღმდეგე სულით. ეს არის ბოროტის სული და მარხვა ზუსტად ეს არის რომ ადამიანის სილო ბოროტებისაგან განათავისუფლო შენი გული, მაგრამ ამავე დროს არ ცდილობ არანაირად რომ ღმერთთან შენი ურთიერთობა იყვეს სავსე, ანუ იმ სიყვარულს თხოვდე ღმერთს, ანუ სიმშვიდეს, ანუ ნახეთ როგორ არის დღეს პატიების უნარი უნდა გქონდეს მაღალი. დღეს ნებისმიერ ადამიანს უნდა პატიობდე ადამიანი, და ამ სიყვარულს და ამ პატიების უნარს, მოთმინების უნარს, აი ამას სიხარული უნდა მოქონდეს და სიხარულით უნდა იყოს ადამიანის გული სავსე დღეს. მაგრამ სამწუხაროდ როგორ არის იცი, აი მაინც დამძიმებულები ვართ, მარხვა დასრულდა, მაგრამ მაინც მთავრდება მარხვა, მაგრამ დამძიმებული. რატომ? იმიტომ რომ აი ეს სიცარიელე შიში გვაქვს. ვიცი რომ ეს სიცარიელე, მე ჩემ თავზე გეუნებით ამასაც, რომ ვიცი რომ ის სიცარიელე, რომელიც დღეს გამოვლინდა, სულ ფიქრობ, რითი გაივსება ღმერთო, აი მარხვა დასრულდება, დღეს ამ შენ სიყვარულს უყურებ, ანუ იმას რომ შენ რა გააკეთე ჩემთვის, რომ დღეს მე აი ეს სიხარული მქონდეს, მაგრამ ვიცი რომ მე ისევ ცუდ არჩევანს გავაკეთებ, დამთავრდება მარხვა და ისევ ამ წუთის სოფლისაგან მომდინარე სიამოვნებას და სიხარულს მივეცემი, ისევ და ისევ უპასუხოდ დავტოვებ მე შენ სიყვარულს და შენს გამოწვევას და შენს ნათქვამს, რომ მოდი ეს ყველაფერი მე შენთვის გავაკეთე. ღმერთმა მოგცეს აი ყველას განცდა აი ამისი, რომ თქვენ ახლა მრავალი აღსარებას აბარებთ, დღესაც იქნება ამისი ის აი აღსარებას ჩავაბარებთ და რა მინდა რომ თქვა იცით, დაფიქრდით რას აპირებთ ამის მერე. გინდათ ღმერთთან ერთად ყოფნა, ამ სიყვარულით ავსება, გინდათ ნაგავი რო გამოიტანე გულიდან, რისთვის გაინთავისუფლე ის ადგილი, იმისთვის რომ საღვთო სიყვარული ჩაუშვა მასში, თუ რისთვის გამოანთავისუფლე ეს ადგილი. და ამიტომაც აი ეს დღეები იმდენად განუცდელია ხოლმე ჩვენთვის, აი იმდენად რაღაცა ვერ გძნობთ ამ ყველაფერს, ამ ხელამსახურებებზე ვდგევართ, დაღლილები ვართ, რაღაცა თითქოს გადაღლილია ჩვენი გონება და გრამი თითქმის სიხარული არ არის ჩვენს გულში და ღმერთმა ინებოს, რომ ამ სიცარიელის მაგივრად, რომლითაც ჩვენ გამოვაცარიელე ჩვენი გული, მოკლედ ამ მარხვის განმავლობაში მისი ადგილი დაიკავოს საღვთო სიყვარულმა, საღვთო მოთმინებამ, საღვთო სიმშვიდემ, საღვთო გულმოწყალებამ, საღვთო პატიების უნარმა, საღვთო მოკლედ ადამიანებისადმი ჩვენმა დამოკიდებულებამ მათდამი, აი ამან დაიკავოს, ამიტომ თუ ჩვენ აი ეს ამის მზაობა არ აგვაქვს და თუ დღეს ჩვენ ისევ და ისევ ადამიანების მიმართ, ისე იგი ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ არაფრით არ შეცვლილა, ისე იგი გამოდის რომ სიცარიელე არის, ცარიელია ჩვენი გული და ეს სიცარიელე ისევ დაუბრუნდება თავის ავბედით მდგომარეობას, რომელიც მანამდე იყო. შევთხოვოთ ჩვენ უფალს ჩვენს იესო ქრისტეს, რომ აი დღევანდელი გუშინდელი და დღევანდელი ეს დღეები, ეს სიყვარულის გამოვლინება, რომელიც შენ გამოავლინა ჩვენი ცხონებისათვის, ამაზე ჩვენ შეგვეძლოს პასუხი გავცეთ და მცირეოდენით მოვემზადოთ, მცირეოდენით განვამზადოთ საკუთარი გული და ასე გავაგრძელოთ ცხოვრება შემდეგ მარხვის მერეც. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველა. საღვთო მშვიდობა და საღვთო სიყვარულმა აავსოს თქვენი გული, თქვენი გოლება და თქვენი არსება. ამინ.